ზოგადად არმის და მსგავსი ეზოტერიკული თემების არ მჯერა, მაგრამ დღევანდელი ისტორია ისე განვითარდა და ისეთი დასასრული მიიღო, რომ ზოგჯერ ეჭვმეპარება ჩემს პოზიციაში. და კი სათაურიდან სწორად მიხვდით, იანვარმა უკვე მეორე ხმამაღალი სკანდალი გვაჩუქა ონლაინ ინფლუენსერების წრეებში. მაგრამ თუ პირველი იყო უბრალოდ Mr. Beast-ის მორიგი დრამა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი გავლენა რეალურ სამყაროზე და არ გასცდა Twitter-ის შიგნით მომხდარ გარჩევებს, დღევანდელი ვიდეოს ტოპიკმა მასში მონაწილე ყველა ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ზოგის დადებითად, ზოგის კი თვითონ გაიგებთ ვიდეოს დასრულებამდე. თუ გიყვართ ისტორიები ხმამაღალი გარჩევებით, ვირთხულის აქციელებით, მთავარი გმირით, რომელმაც მარტომ გაიმარჯვა მის წინააღმდეგ შექმნილ ალიანსზე და ისტორიების სამართლიანი დასასრულით, მაშინ დღევანდელი ვიდეო თქვენთვის არის. მაგრამ სანამ ვიდეოს თემაზე გადავალთ, თუ აქ პირველად ხართ, გთხოვთ გამოიწევთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი, რომელიც 5 ან მეტ სიტყვას შეიცავს. ეს კარგი არის YouTube-ის ალგორითმისთვის და ის მეტ მაყურებელს შესთავაზებს ამ ვიდეოს ყურებას. ასევე გამოიწევთ სტრიმების არხი, თუ ეს ის კონტენტია, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. წინასწარ მადლობა. ყველა კარგი ისტორია მთავარი პერსონაჟის გაცნობით უნდა დაიწყოს. ჩვენ შემთხვევაში ეს არის სტრიმერი სახელად Kingsman-ი, რომელსაც საკმაოდ პატარა აუდიტორია ყავს, საშუალოდ 130-140 მაყურებლით თითო სტრიმზე. რაც ჩემთვის და თქვენთვის შეიძლება დიდი რიცხვები იყოს, მაგრამ დასავლური სტრიმინგის რეალობაში საკმაოდ მცირე შედეგია. ხო, ვიღაც მორიგი მილიონერი არ არის, რომელიც Twitch-ის ან YouTube-ის წყალობით გახდა მდიდარი და პოპულარული. სტანდარტული D-tier content creator-ია. Kingsman-ი უკვე მრავალი წელია სტრიმავს და არის საკმაოდ ნიჭიერი ონლაინ შუთერებში. ხშირად ხვდება საუკეთესო მოთამაშეების CF-ში, თავიდან Hyperscape-ში, შემდეგ Overwatch-ში და ეხლა ბევრად უფრო აქტუალურ Marvel Rivals-ში, სადაც ის ტოპ 1 მოთამაშეა მსოფლიოში პერსონაჟ Magic-ზე. მისმა სკილმა და დაუღალავმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო. 2026 წელს იანვარში, როდესაც ერთ-ერთმა დიდმა სტრიმერმა, სახელად Basimma, დაანონსა Marvel Rivals-ის ტურნირი საპრიზო ფონდით $40,000, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა პატარა სტრიმერისთვის, რომელსაც კოლეჯის საფასური აქვს გადასახდელი. კი სწორად მიხვდით, Kingsman-ი ამ ტურნირის მონაწილეების სიაში მოხვდა. ტურნირში არის 8 გუნდი და შესაბამისად 8 კაპიტანი, რომლებმაც გუნდი უნდა აწყონ. ამ კაპიტანებს შორის არის ჩვენი ისტორიის მეორე მთავარი სახე, სტრიმერი სახელად Sisi. სწორედ მან აირჩია Kingsman-ი თავის გუნდში, რომელიც იმის მიხედვით კი არა აწყო, ვინები იყვნენ საუკეთესო მოთამაშეები და ვინები დაეხმარებოდნენ გამარჯვების მოპოვებაში. არამედ უბრალოდ თავისი დაქალებით გადაავსო და Kingsman-ი მხოლოდ იმიტომ დაამატა, რომ Twitch-ის ჩატი უსპამავდა, კარგი მოთამაშეა აიყვანე გუნდშიო. ამ ტურნირამდე კი მან საერთოდ არ იცოდა ვინ იყო ის. რა თქმა უნდა, Kingsman-ი ძალიან მოტივირებული იყო ამ შესაძლებლობით, რომელიც მიეცა და საპრიზო ფონდით. ამიტომაც იმის გათვალისწინებით, რომ ის გუნდში ყველაზე კარგი მოთამაშე იყო და ყველაზე კარგად ერკვეოდა მეტაში, პირველი რაც ქნა იყო, კაპიტნისთვის რჩევების მიცემა დაიწყო. სად იყო გუნდის სისუსტეები, ძლიერი მხარეები და როგორ შეიძლება მათი აღმოფხვრა. ისე, რომ გუნდს მეტი შანსები ჰქონდეს ტურნირში მოგების. პირველი და მთავარი სისუსტე იყო კაპიტანი Sisi-ის დაქალი, სტრიმერი Zaza, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, ტურნირი კი ამერიკულ სერვერებზე ტარდებოდა. რის გამოც მას 200 პინგი ჰქონდა. ამ ყველაფერთან ერთად Zaza Black Widow-ს მეინია, რომელიც სნაიპერულ იარაღს იყენებს. და სნაიპერის როლში ყოფნა, როცა 200 პინგით თამაშობ, თვითონაც ხვდებით, რომ საკმაოდ პრობლემურია. არა რამე ვირთხობას არამე მსგავს აქციას არ ჰქონდა ადგილი, Kingsman-ს არ მოუთხოვია, რომ Zaza გუნდიდან გაეშვათ არამე მსგავსი, უბრალოდ გამოთქვა თავისი ღელვები, რომ ეს პრობლემებს შეუქმნიდა გუნდს და შეამცირებდა მათი გამარჯვების შანსებს. თუ Zaza სხვა პერსონაჟთან არ ითამაშებს, რაზეც პასუხი მიიღო, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა და ევროპელი მოთამაშეებიც დიდი პინგით იყვნენ, უბრალოდ გაჩუმდეს და ნახოს რა კარგად ითამაშებს Zaza. პრობლემა ისიც არის, რომ Black Widow არ არის ეხლანდელი მეტას წევრი. მეტა დღეს Marvel Rivals-ში არის 3 სუპორტით თამაში, რადგან ეს ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა და სწორედ მას მიმართავენ პრო მოთამაშეები ტურნირებზე. და რა თქმა უნდა, Kingsman-ს, რომელიც ჩახედილია ამ თამაშს ამბებში, უნდოდა რომ გუნდს 3 სუპორტის სტრატეგიით ეთამაშა, რაზეც მორიგი უარი მიიღო. 3 სუპორტით არ ვითამაშებთ ტურნირზე. არა, საიდან მოიტანე რომ მაგას ვაპირებდით. მაშინ წავაგებთ.
საიდან მოგაქეს სამაგის სუპორტის იდეა? Okay, then we don't play. Okay, well, this მაშინ ძალიან გაგვიჭირდება. No, I'm guys, want to try hard. ჩვენ არ მოგწონს ეს სამაგის სუპორტის და hard metas იდეა. ხომ არ ეს $40,000 ტურნირია. კი, ისეთი გუნდია, რომელსაც წერს არ უსურვებ, მაგრამ Kingsman ცდილობდა თანაგუნდელების აზრის შეცვლას. სანაცვლოდ კი მორიგ უარს და უხეშ პასუხებს იღებდა. ის ცდილობდა აეხსნა, რომ მეტოქეები triple support-ის სტრატეგიით ითამაშებენ და გადაუვლიან მათ გუნდს. პასუხად კი იღებდა, რომ არა, არ ითამაშებენ. Kingsman ისე დაიღალა, რომ თვითონ შესთავაზა კაპიტანს support-ის როლში თამაში. როდესაც გუნდის საუკეთესო მოთამაშეა და ბოლოს მიიღო პასუხად, რომ თუ პირველი 10 თქმის მერე არ დათანხმდნენ, არც ეხლა დათანხმდებოდნენ, დროა შეიგნოს ეს. და ცოტა ხანში, როდესაც სავარჯიშო მატჩი ჰქონდათ თავიანთი მომავალი მეტოქეების წინააღმდეგ, Kingsman-ის სიტყვები რეალობად იქცა. და ზაზა, რომელიც ჯერ კიდევ თავისას აწვებოდა 200 პინგით სნაიპერის როლში ყოფნას, ცოცხლად შეჭამეს. რის გამოც მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რამდენად საჭიროა, რომ ზაზა სუპორტის როლზე გადავიდეს. ამჯერად კი საკმაოდ წერტილის დამსმელი პასუხი მიიღო. მოკეტე. გადავი ისაა, რომ ეს პრაქტიკის მატჩი მაინც მოიგეს Kingsman-ის გუნდმა, რადგან მარტო დააქერია თავისი ინვალიდების თიმი. ზუსტად იგივე მოხდა შემდეგ მატჩში, სადაც Kingsman-ს 18 ქილი ჰქონდა, სანამ ზაზას 0, მაგრამ სანაცვლოდ კიდევ უფრო მეტი უპატევისცემლობა მიიღო. აი რა უთხრა გუნდის კაპიტანმა სისიმ. ხო მოვიგეთ. მოკეტე ეხლა, ყელში ამოხვედი უკვე. შენი სიტყვები ზაზას გულს წვეთს. გააგრძელებს Black Widow-ი თამაშს, ამიტომაც მოკეტე და გააგრძელე თამაში. If you cannot play, shut up and play, motherfucking, huh? Salamon bitch, блядь. შეგახსენებთ, რომ $40,000-ისთვის თამაშობენ და ეს არ არის რაღაც ამხანაგური თამაში მეგობრებს შორის, რომლებიც გასართობად შეიკრიბნენ. 8 მატჩიდან 7-ში Kingsman იყო MVP, ხოლო ბოლო მატჩი ისე მოხდა, რომ ზაზა მოიპოვა MVP სტატუსი. და რა თქმა უნდა, მთელი სადაქალო Kingsman შეესია და დაუწყო თითების შვერა. რომ აი, როგორ ცდებოდი, ხედავ? არაფერი შენ არ იცი და ყველაფერი კარგად იქნება. Talk shit to Kingsman now, Zaza. I don't talk shit. I just tell people to shut up when they're talking. That's all. არ ვიცი რა მოთმინების პატრონია Kings-ი, მაგრამ შურს მისი თავშეკავების უნარის. სამწუხაროდ მას სხვა ვარიანტი არ ჰქონდა, საპრიზო თანხა, როგორც თვითონ თქვა სტრიმზე ძალიან სჭირდებოდა, რადგან კოლეჯი ჰქონდა გადასახდელი და მოუწევდა ამ გუნდის ატანა. თუ არა დაემშვიდობებოდა თანხის მოპოვების შანსებს, რომელიც თითო მოთამაშეზე $3,000 იყო. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგან უკვე საკმაოდ გაღიზიანებულია გოგოების ყოფაქცევით, მაგრამ ძალიან მალე, იმ დღესვე, უფრო კონკრეტულად, მოხდა ის, რაც საერთოდ გაგამწარებთ. Kingsman-მა ორგანიზატორი ბასიმისგან მიიღო შეტყობინება, რომ ის ოფიციალურად გაგდებულია ტურნირიდან. I was just kicked out of the tournament. Well, unfortunate. Yep, I know. I've been messaging Basim for the past like 20 minutes and nothing to do. I just gotta get removed, I guess. Wow. What a joke, bro. არ გაინტერესებთ რა იყო მისი მიზეზი? მოდი ბასიმისგან მოვისმინოთ. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ის გაგდებულია წესების დარღვევის გამო. ვცდილობ მაქსიმალურად პატივისცემით ვისაუბრო. მე ვარ ტურნირის ორგანიზატორი. უპატივისცემლობას ჰქონდა ადგილი. მესმის, რომ მოგება უნდა, მაგრამ ძალიან ტოქსიკური იყო. არაფერი პირადული, მე Kingsman-თან ბიფი არ მაქვს. რა დააშავა მაინც არ გითხრა, მხოლოდ ის რომ ტოქსიკური იყო და მისი პატიება არ შეიძლება. სულ ეს არის. რაში გამოიხატება ეს ტოქსიკურობა? რომ მაქსიმალურად კორექტულად შეურაცხყოფის გარეშე ცდილობდა აეხსნა თანაგუნდელებისთვის, რომ მოგების შანსი არ ჰქონდათ, თუ თამაშის სტილში ცვლილებებს არ შეიტანდნენ. Kingsman-მა, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება გამოხატა სტრიმზე და ეჭვი მიიტანა კაპიტან სისიზე, რადგან სანამ გამოაგდებდნენ ტურნირიდან, ცოტა ხნით ადრე თქვა, რომ რაღაც საქმე ჰქონდა და მალე Kingsman-მა სწორედის შეტყობინება მიიღო ორგანიზატორისგან. და არც ისე შორს იყო რეალობისგან, შორს კი არა პირდაპირ გაარტყა. ცოტა ხანში Discord chat-ის სკრინშოტები გასაჯაროვდა, სადაც ის იწუწუნებს, რომ Kingsman-ი სექსისტია.
რატო? რადგან ზაზას უხერხულ სიტუაციაში აყენებდა და დისკომფორტს უქმნიდა, როცა ითხოვდა, რომ Black Widow შეეცვალა. სიტუაციას ისიც ამწვავებდა, რომ გუნდში ასევე იყო ერთ-ერთი გოგო სახელად Lucy Aza, რომელსაც Kingsman-ი მეგობრად თვლიდა. მაგრამ მანაც უღალატ ამას და თავისი პოპულარული დაქალების მხარი აირჩია და Kingsman-ის ზურგს უკან დაიწყო მასზე საზიზღრობების ლაპარაკი. თავიდან, როდესაც Kingsman-მა გაიგო, რომ Lucy-სთან ერთად იქნებოდა გუნდში, აი ესეთი რეაქცია ჰქონდა. Lucy ასწორებს შეიძლება მოვიგოთ, გვაქვს შანსები. მე და Lucy ერთ გუნდში ვართ, $40,000 ტურნირია, შანსი არა ფეხებზე დაიგიდოს. ჩვენ მოვიგებთ. ამასობაში Lucy კი ზურგს უკან დასცინოდა თავის სტრიმებზე. I need this for my college. I need this for my college. I have about 6 or 7 more years. იმის გამო, რომ ორგანიზატორისგან ხალხმა ბუნდოვანი პასუხი მიიღო, მათ დაიწყეს წინ და უკან სირბილი ნორმალური პასუხის მიღების იმედით. რა თქმა უნდა, სისი ერთ-ერთი იყო, ვისაც მიაკითხეს და მან თქვა, რომ ორგანიზატორს ყურამდე მივიდა, როგორი ტოქსიკურად იქცეოდა Kingsman-ი. ტოქსიკურობის მაგალითი კი იყო ის, რომ მეგობრებთან თქვა, რომ ესე თუ გაგრძელდება ყველაფერი, გუნდს მოგების შანსები არ აქვს. და ორგანიზატორმა სისის კითხა გავაგდოთ თუ არა გუნდიდანო, რაზეც სისიმ თქვა კიო. Kingsman-მა, რომელსაც ცილი დასწამეს, ყველაფერი წაართვეს და რეპუტაცია დაუზიანეს, უბრალოდ ადგა და საათი პლუს სიგრძის ვიდეო ატვირთა YouTube-ზე, სადაც არა, არ იცავდა თავს, არ ხსნიდა სიტუაციას, არ ცდილობდა ტურნირში დაბრუნებას, არაფერი მსგავსი. უბრალოდ აჩვენა სტრიმიდან აღებული მომენტები ხალხს, როგორ ექცეოდნენ თანაგუნდელები და რაში გამოიხატებოდა მისი ტოქსიკურობა. ვიდეომ გიგანტური ბუმი გამოიწვია და ეხლა როდესაც ამ ვიდეოს ვაკეთებ 2.7 მილიონი ნახვა აქვს. რაც გიგანტური რიცხვია თუ გავითვალისწინებთ რამდენად პატარაა Kingsman-ის აუდიტორია. ხალხი ვიდეოს ყურების შემდეგ გაცოფდა და დაიწყეს სისის და მისი დაქალების ლანძღვა და მათი ვირთხულის აქციელისთვის პასუხების მოთხოვნა. სისი ამის შემხედვარე ზარალის კონტროლის რეჟიმში გადავიდა და Kingsman-ის ვიდეოდან შემდეგ 24 საათში საპასუხო ვიდეო ატვირთა, რომელსაც 1000 ლაიქი და 60,000 დისლაიკი და 60,000 კომენტარი აქვს. ვიდეო იმით იყო სავსე, რაც მოსალოდნელია სისისგან. გამართლებები, მეტი ბრალდებები Kingsman-ის მიმართ, საუბარი იმაზე, რომ თვითონ არის სიტუაციის მსხვერპლი და ასე შემდეგ. ასევე მან ისაუბრა იმაზე, რომ ორგანიზატორი ბასიმი თვითონ გადააწყდა Kingsman-ის ტოქსიკურობის კლიპებს და ისედაც უნდოდა მისი ტურნირიდან გაგდება. ასევე არ დაავიწყდა თავისი დაქალი ზაზას დაცვა და თქვა, რომ რა პერსონაჟითაც არ უნდა ეთამაშა, მაინც 0 ქილი ექნებოდა, რადგან Kingsman-ის მუდმივი სტრესის ქვეშ ყავდა. როდესაც Kingsman-ის ვიდეოში ჩანს, რომ არაფერი მსგავსი არ ხდებოდა და მხოლოდ მაშინ ცდილობდა დაერწმუნებინა ზაზა, პერსონაჟი შეეცვალა, როდესაც ამისთვის თავის არიდება შეუძლებელი ხდებოდა. თუნდაც 0 ქილიანი მატჩი გაიხსენეთ. ასევე გავიგეთ, რომ გუნდის მთავარი წესი იყო არ ჩააჯვა ვაიბებში. საპრიზო ფონდი ვისან აღულებს? მთავარი სასიამოვნო ვაიბები იყო და ის რომ პატარა სტრიმერი ხარ, რომელსაც ჰაერივით სჭირდება $3,000 საპრიზო ფონდიდან, ყველას ფეხებზე კიდია. და საერთოდაც ნუ ხარ ესეთი ტოქსიკური და პრობლემატიკ ადამიანი რა. შეგახსენებთ, რომ ვაიბები ფუჭდებოდა საჭირო რჩევების მიცემით პროდონის მოთამაშისგან და არც ის დაგავიწყეთ, რომ ტოქსიკურობაში Kings ის ადამიანის დებდა ბრალს, რომელმაც ათასობით მაყურებლის წინ რამდენჯერმე უთხრა მოკეტოს და ენა ჩაიგდოს. და რა თქმა უნდა, მთელი ვიდეოს განმავლობაში არც ერთხელ არ მოუხადა ამისთვის ბოდიში. პირიქით კიდე რამდენჯერმე დაუძახა მას ლუზერი, იმისთვის რომ თურმე ზაზას უქმნიდა დისკომფორტს. You just criticized and demoralized my teammate for an hour, repeatedly ignoring our mentions to stop. Like, that's loser behavior. You're being a loser for that. And I'm going to say it again. If you make someone sad for an hour, despite people telling you to stop, that's being a loser. მოკლედ, ეს იყო გასლაითინგის აშკარა მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო გაამწარა ხალხი. როგორც მიხვდით, სიტუაცია ინტერნეტში ძალიან ცალმხრივი იყო. ყველამ Kingsman-ის მხარე დაიკავა. მაგრამ კიდე უამრავი კითხვა რჩებოდა, მაგალითად, როგორ აღმოჩნდა Kingsman-ის ბრჭყალებში ტოქსიკურობის კლიპები ორგანიზატორის ხელში. საბედნიეროდ, მაგაზეც მალე გავიგეთ პასუხი. ამ ყველაფერზე აპლანკმა, ზაზას ბოიფრენდმა იზრუნა. მან გამოუშვა Google დოკუმენტი, სადაც გამოთყდა, რომ
როდესაც ნახა როგორი ცუდად იქცეოდა Kingsman-ი თავისი თანაგუნდელების მიმართ, მან შეაგროვა ტოქსიკური კლიპები და გადასცა ორგანიზატორს. პირველი დღიდან მოყოლებული ის ჩუმად აგროვებდა Kings-ის ტოქსიკურ მომენტებს, რომ მტკიცებულებები ჰქონოდა და ბლა 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 ყველაფერი კონტექსტიდან იყო მოღებული ამ დოკუმენტში და მაგის გათვალისწინებითაც კი Kingsman-ი ვერ გამოიყვანა ცუდ ადამიანად, რადგან მას პატივისცემის და გამარჯვებისკენ მისწრაფების გარდა არაფერი გამოუჩენია. დოკუმენტი კი იმდენად სიტყვების სალათია, რომ 10 წამიც კი საკმარისია მის შესაჯამებლად. Kings-ი ცუდია, ტოქსიკურია, მარტოფული აინტერესებს, ჩემი გოგო უდანაშაულო მსხვერპლია, აი კონტექსტიდან ამოღებული კლიპები, ეხლა ბოდიში მოიხადეთ, რომ აბულინგებდით სისის და ზაზას. ხალხმა შეხედა ამ ყველაფერს და სიცილით მოკვდა და კაპლანკის დაცინვა დაიწყო. პასუხად კი ჩვენმა თეთრმა რაინდმა წაშალა YouTube არხი, დოკუმენტი და თავისი Twitter-ი დააპრივატა. სისიმ შეხედა იმას, რომ კაპლანკი გახდა დაცინვის ობიექტი და რაქნა, რა თქმა უნდა ავტობუსის ქვეშ შეაგდო და დაწერა თვითი, რომ ყველაფერი მისი ბრალია და მე თავი დამანებეთო. ეტყობა სტრიმზეც კაპლანკი დასცინოდა და შეურაცხყოფასაც ისაყენებდა Kings. იმედია მესამე დაქალი არ დაგაუწყათ ამ ყველაფრის დროს ლუსი, რომელიც წესით Kingsman-ის მეგობარი უნდა ყოფილიყო. აი ეს თქვა. Kingsman-ს ისრაელივით უჭერთ მხარს. Even if you support Kingsman, whatever, support Kingsman like it's fucking Israel. Anyways. ხო აი რაც ეკლდა ამ დრამას პოლიტიკური ბრეინროთი იყო. და თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დაძაბულია ახლა სიტუაცია ისრაელსა და პალესტინას შორის და როგორი მწვავეა ეს თემა ონლაინ, რა თქმა უნდა, ლუსი მას მიიღო, რასაც ეძებდა ამ კომენტარისთვის. როდესაც ნახა სადაქალომ, რომ გემი იძირებოდა, სისიმ ბოდიშს მოხდა სცადა და შემდეგი თვითი დაწერა. ჩემი ბოლო განცხადება. მე ცუდად გამოვიჩინე თავი ამ სიტუაციაში. უკეთ უნდა გამეგო Kingsman-ისთვის და მესმის მისი мотиваცია, რომ $3,000 მოგება სურდა და არა 40,000-ის. ისე და კონკრეტად თითქოს ბევრ ამევსწვილეს ეს სულ რომ $40 იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ხალხი თქვენ ყოფაქცევაზეა პირველ რიგში გაწვფებული. კლიპში რომელიც ნახეთ არასწორად გამოვხატე საკუთარი თავი. ბასიმ ისედაც აპირებდა მის გაგდებას და ჩემგან ნებართვა არ აუღია. მას უნდოდა ფული, მე კი მინდოდა ჩემი თანაგუნდელის დაცვა, რომელიც მას სტრესის ქვეშ ყავდა პირველ დღიდან მოყოლებული ვიდეოუთი თამაშის გამო. მე მას მხოლოდ ლუზერი დაუძახე, არ მithქვია რომ ენა ჩაეგდო, ან რამე მსგავსი. თუ ეს თქვენთვის მეტის მეტია, მაშინ გააგრძელეთ ჩემთვის შეურაცხყოფის მოყენება. რა თქმა უნდა, ნული პასუხისმგებლობა იყო თავისი ყოფაქცევისთვის, თითქოს ვინმე რამე სხვა ელოდა მისგან და ისე იქცეოდა თითქოს არ ესმის, რატო არის ხალხი გაბრაზებული. ისიც ამტკიცებდა იმას, თუ რამდენად ყალბი იყო სისის ბოდიში, რომ აი ასე პასუხობდა კომენტარებს თავის TikTok-ზე. შენ გამო გუნდის საუკეთესო მოთამაშე გააგდეს გუნდიდან და ემშვიდობე $40,000. სამაგიეროდ სანაცვლოდ კარგი ვაიბები დაგრჩა. 3,000 იყო და უკეთესი მოთამაშეები წყვავს. თავი თვითონ გაიგდო თავისი ყოფაქცევით გუნდიდან. რატო იყო გუნდში იმას, ვისაც მოგება უნდა, თუ შენი მიზანი ეს არ არის? არ მინდა იმ ადამიანთან ერთად მოგება, ვინც უარს პასუხად არ იღებს. ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდა მთელი ამ სიტუაციიდან, რომელსაც სინდისი გააჩნია, ორგანიზატორი ბასიმი, რომელმაც ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ იჩქარა გადაწყვეტილების მიღება და მთელი ჰეითი, რომელსაც იღებს, სავსებით დამსახურებულია. შეიძლება იმაზე დავა, რამდენად გულახდილი იყო ეს ბოდიში, მაგრამ ეგ უკვე ის არის, რასაც ვერასდროს გავიგებთ, თვითონ ბოდიშის და შეცდომის აღიარების ფაქტი უკვე საკმარისია. შემდეგ ვინც ბოდიშს მოხდა სცადა, კაპლანკი იყო, რომელმაც აი ეს თვითი დაწერა. Kingsman-ს მივმართავ, ბოდიშის მოხდა მინდა და იმაზე საუბარი, რაც მოხდა. არასწორად მოვიქეცი, ჩემი საქმე არ იყო, რაც გავაკეთე. თანაც ზაზამ გამაფრთხილა, რომ არ უნდა მოუქცეულიყავი ასე. Kingsman ბოდიშს ვიხდი, რომ გავაგზავნე კლიპები, რომლების გამოც ბასიმმა ტურნირიდან გაგაგდო. დოკუმენტი იყო ძალიან მიკერძოებული და ცუდად გამოგიყვანა. არ უნდა ჩამეყო ცხვირი სიტუაციაში, რომლის ნაწილიც არ ვარ. ბოდიშს ვუხდი ზაზასაც, რომელსაც არ მოусმინე და მაინც გავაკეთე Google Doc-ი. აზრზე მოვედი და თუ ვინმე იმსახურებს აქ ჰეითს, ეს მე ვარ და არა ზაზა ან Kingsman-ი. აი ამ ბოდიშის კი არავინ დაიჯერა, რადგან აშკარა იყო, რომ თავისი girlfriend-ის დაცვას ცდილობდა და უდანაშაულოდ გამოყვანას. მაგრამ ის ფაქტი დაავიწყდა, რომ როგორც კი დოკუმენტი გაასაჯაროვა, ზაზამ მას რეთვითი გაუკეთა და უფრო მეტი ხალხის ყურადღება მიაქცია მისკენ. ბოდიშების აღლუმი გააგრძელა სისიმ, რომელიც უკვე მეორედ იხდის ბოდიშს,
რადგან პირველი წაშალა. ახალმა ბოდიშმა კი 17 მილიონი ნახვა მოაგროვა. ბოდიშს ვიხდი რომ ვერ გავაცნობიერე, რომ პასუხისგებლობა აქაც სათანადოდ უნდა ამეღო. ბევრმა თქვენგანმა ნახა ჩემი პასუხები, რომლებიც თავდაცვითი, თემის გადამტანი და აურზაურის გამომწვევი იყო. მთელი ძალისხმევა თავის გამართლებისკენ მქონდა მიმართული. ახლა კი ეს პოსტები წავშალე, რადგან მივხვდი, რომ სინამდვილეში თქვენ ჩემგან გულწრფელ ბოდიშს ელოდით. როგორც გუნდის კაპიტანი ვალდებული ვარ თითოეულ თანაგუნდელს გავუწიო ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს არჩევას ვიცავდი, Kingsman-ის სურვილებისთვისაც მეტი პატივი უნდა მეცა. როდესაც გუნდში სიტუაცია დაიძაბა, ვალდებული ვიყავი ვითარება განმემუხტა და ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი მეპოვა. მარტივი ფრაზაც კი საკმარისი იქნებოდა. ხალხო, მოდით ამ ხელში ვიდოუთი ვითამაშოთ და შემდეგში შევცვალოთ ტაქტიკა. ემოციებმა მძლია, მომენტი ვერ შევაფასე და შედეგად Kingsman-ს უხეშად მივმართე. არა და წინა პასუხში თქვა, რომ არაფერისი უხეში არ გამოუჩენია. ბოდიშს ვიხდი, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, ხმისაწევა და თანაგუნდელის მომენტალურად გაჩუმება არასწორი საქციელია. ასევე სკრიმების დასრულების შემდეგ Kingsman-ის მიმართულებით გაკეთებული კომენტარისთვის შენიშვნა უნდა მიმეცა. ვალდებული ვიყავი პასუხისგებლობა ყველასთვის დამეკისრებინა. ასევე ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ Kingsman-ს ლუზერი უწოდე და ის ჩატი საერთოდ არ უნდა წამეკითხა. ეს დიდი უპატივისცემლობა იყო, რადგან Kingsman-ი უბრალოდ მოგებას ცდილობდა. როგორც ლიდერს ემოციების გარეშე და სახი გონებით უნდა მემოქმედა. ვამბობდი, რომ პოზიტიური განწყობა მნიშვნელოვანია, თუმცა თავად ვერ შევძელი ასეთი გარემოს შექმნა. სანამ Kingsman-ის ვიდეო გავრცელდებოდა, მომხდარი უკვე გააზრებული მქონდა. სწორედ ამიტომ ვერ მივხვდი, რომ ამის მოსმენა თქვენს გჭირდებოდათ. ვწუხარ, რომ პირველ რიგში Twitter-ზე აკრეფილმა ემოციურმა პოსტმა იჩინა თავი და არა ამ განცხადებამ. მაქსიმალურად ვეცადე კაპიტნობისთვის მზად ყოფილიყავი. მოამზადე ცხრილები სხვადასხვა კომპოზიციითა და თამაშის სტილით, მაგრამ ვისწავლე, რომ გუნდის კაპიტნობა სტრატეგიაზე მეტია. თავარი გუნდის თითოეული წევრია. აზრის გამოთქმის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს. საქმე იმაშია, რომ თვითონ ბოდიში კარგია, მაგრამ უკვე იმდენი გულისამრევი საქციელი ჰქონდა ჩადენილი, რომ ხალხს მისი არ სჯეროდა. რის გამოც ასეთი community note მიიღო. მას შემდეგაც კი, რაც სიტუაცია დაწყნარდა, სისიმ გააგრძელა Kingsman-ის ბულინგი და მასე ცუდად საუბარი სოციალურ მედიაში. სისის აქვს მსგავსი საქციელების ისტორია, როდესაც ის აბულინგებს და შეურაცხყოფას აყენებს სხვა მოთამაშეებს. შემდეგი ზაზა იყო, ვინც ბოდიში მოიხადა და არ მოგატყუებთ, მაგრად დავიღალი ამათი copy and paste ბოდიშების კითხვით. მოკლედ რომ გითხრათ, ხო, ჩავისვარე, უკეთ შემეძლო მოუქცეულიყავი. მე იმ დოკუმენტთან არანაირი შეხება არ მქონია, ჩემ boyfriends დააბრალეთ, bla bla bla. არა და პირდაპირ სტრიმზე თქვა რამდენიმე დღით ადრე, სისი ნახე დოკუმენტი, რომელსაც კაპლანკი აკეთებს. საცოდაო საკუთარ ჩვენებებში აირია. თითქოს აქ უნდა დამთავრებული იყო ყველაფერი, ყველამ თქვა თავისი ბოლო სიტყვა, ხალხმა კი გააგრძელა გოგოების ჰეითი. მაგრამ არა, იყო კიდე ერთი ვინმე, ვისაც თავისი ბოლო სიტყვა არ ჰქონდა ჯერ ნათქვამი. თავად Kingsman-ი, რომელმაც სპეციალურად გააკეთა Twitter-ის აკაუნტი, რომ საპასუხო დოკუმენტი დაეპოსტა. გაუმარჯოს, არ ვაპირებდი ამის დაფოსტვას, მაგრამ პირველმა სკრინშოტმა ვაიბებში ჩამიჯვა. ამიტომაც აი ისიც. დოკუმენტი პირდაპირ სკრინშოტით იხსნება, სადაც კაპლანკი წერს ვიღაცას, ვინც მას ეუბნება. Alt აკაუნტზე გადადი, ანონიმურად გადმოწერე კლიპები. იქნებ რამე იყოს, რაც დაგვეხმარება მისი გუნდიდან გაგდებაში. არ ინერვიულო, ბევრი ადამიანია რიგში, ვინც მასავით კარგია. Kingsman-ის ისევე როგორც ყველას ჩანაცვლება შესაძლებელია. ფულისთვის თამაშობ, ხო და გააჯვი. 99% თუ არ დარწმუნებული, რომ ამ მესიჯებს სისი წერდა და რადგან გამოიყენა სიტყვა ჩვენ, დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის სხვა წევრებიც იყვნენ ამაში გარეულები. აი ჩემი და სისის მიმოწერა იმ დღეს, როდესაც მე გუნდიდან გამაგდეს და ვიდეო დავპოსტე. ბროკ, ხო, რამე ქენი, ეს წყეული NPC-ები შემომესივნენ ჩემს Discord სერვერზე, TikTok ჩატში, Instagram-ის კომენტარებში, სტრიმებზე და ასე შემდეგ. ვიდეოში სადღაც 40 ჯერ უთხარი, რომ არავინ დაებულინგებინათ. თუ Twitch-ის სახელებს მომაწვდი, დავბანავ. ჯანდაბა, გონიათ რომ შენს დაბანვაზე პასუხისგებელი მე ვარ, არა და უბრალოდ თქვი, კი გეთანხმები ბასიმ. ისედაც გაგაგდებდა, მე რაც არ უნდა მექნა. ნეტა სიტუაციაში გარკვეულიყავი, სანამ აქ წყეულ ვიდეოს დადებდი. ამის მაგივრად აქ პანიკურ შეტევებს ვებრძვი და ხალხს მასიურად ვბანავ სხვადასხვა პლატფორმებზე. თუ მართლა გადარდებს ეს ყველაფერი, ახალი პოსტი დადე და ეგ ვიდეო წაშალე. რაზეც Kingsman-ი პასუხობს.
ვიდეოს არ წავშლი, ეგ უბრალოდ სტრიმის ჩანაწერია, მაგრამ ჩემ მაყურებლებს უკვე მილიარდჯერ უთხარი, რომ არავინ დაიბულინგებინათ და სტრიმების დასაწყისშიც მაგის თქმას გავაგრძელებ. ამის მერე რაღაც დრო გავიდა და სისი წერს: "ალო, პასუხი არ გაქვს? როგორც შენ გინდა ეგ $40,000, ისე მე მინდა სიმშვიდე შემდეგი სტრიმის წინ. რატო არ წაშლი? ჩემი კლიპი კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამოიყენე, ისე რომ განმარტებაც არ გითხოვია. შეგიძლია სტრიმის ჩანაწერი თავიდანაც თუ არა? ჩანაწერი დარჩება, bro, არ წავშლი. არაფერია კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ეს უბრალოდ 16 რიცხვია და შემდეგ დრაფტი მაყურებლების პერსპექტივიდან. მინიშნება გქონდა თითქოს ჩემ გამოდაგედო ბანი. ჩასვე ვიღაცის შემთხვევითი Discord შეტყობინებების სკრინი, სადაც წერია რომ საეჭვოა ჩემი ბასიმთან პირდაპირი საუბარი. შენ თვითონ თქვი იმავე ვიდეოში ბასიმთან სამუშაო ზარი მაქვსო და იქვე ამბობ თანხმობა მივეციო. საკამათოდ არ მცალია ასე რომ აი ამ მომენტში სისის მაგრად უფეთქა. უი ბოდიში დისკომფორტს გიქმნის ის ფაქტი რომ უარს არ ეგუები. ზუსტად ისევე როგორც შენ არ ეგუებოდი უარს მთელი 1 საათის განმავლობაში? ან ის ფაქტი რომ გუნდთან ერთადერთი რაც ლაპარაკობდი ფული იყო? სერიოზულად bro, რატომ უნდა მდომებოდა შენი გაგდება თუ კი დაჟინებით ვითხოვდი შენს დატოვებას? მას შემდეგაც კი რაც თქვი რომ რენკდის თამაში გინდოდა. მადლობა რომ ასე საშილად გამწირე და დაუსრულებელი შევიწროებისთვის გამიმეტე, რომელიც არ ვიცი რამდენი კვირა ან თვე გაგრძელდება. აიღე ახლა შენი დაწყევლილი კლიკები, მხოლოდ იმიტომ რომ შენივე საქციელის გამო დაგედო ბანი და ამას ვერ ეგუები. როგორც წესი უფროს დასრულივით მოვიქცეოდი, მაგრამ ამას არ იმსახურებ. თუ იმასაც ვერ ხვდები, რომ ტყუანი ხარ. ნამდვილი ნაძირ არ ხარ იმის გამო, რომ ზაზას მთელი საათი აწვალებდი და გულს ტკენდი, მას შემდეგაც კი, რაც გითხარით, რომ გაჩერებულიყავი. ახლა კი მე ვიღებ შევიწროებას მათგან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შევიწროება და ბულინგი იყო, ზაზა, გუნდში მეტი სუპორტი გვჭირდება. თანაც 200 პინგით ვერ ითამაშებ ნორმალურად სნაიპერს. გთხოვ, შეცვალე პერსონაჟი. ეს სიტყვები მაქსიმალურად თავაზიანად და კორექტულად იყო ნათქვამი Kingsman-ის მიერ. სისის ბოლო მესიჯის შემდეგ Kingsman-ი მიხვდა რომ ამ დიალოგს უკვე აღარანაირი აზრი აღარ ჰქონდა და აი ესეთი პასუხი უთხრა. საუბარს ვამთავრებ წარმატებები ტურნირზე. სისი აწვებოდა თავისას, ხომ იცი რომ თავგამოდებით გიცავდი. როცა NT ამ ყველაფერს დრამისასაგორებლად იყენებდა. კრეატორების Discord-ში დიდ სკანდალში გავეხვიე. უამრავი ხალხი მლანძღავდა. მხოლოდ იმის გამო რომ გავბრაზდი, როცა NT-მ ჩემ ზურგს უკან შენზე და ლაქზე დაიწყო ცუდად ლაპარაკი. კრეატორები მეუბნებოდნენ, რომ წონასწორობა დაკარგული გაქვს და შენი გუნდში აყვანა კარგი აზრი არ იყო, მაგრამ მე მაინც გიცავდი. შენაირი ნარცისი ჯერ არავინ შემხვედრია. ამის შემდეგ დოკუმენტში Kingsman-ი ამბობს, რომ სისიმ Rivals's კონტენტ კრეატორების Discord სერვერიდან წაშალა, სადაც სისი ადმინია. მოკლედ რომ თქვათ, gaslighting-ის მორიგი მცდელობა სისისგან, პარალელურად კი თავად აი ასეთ კომენტარს აკეთებდა კრეატორების სერვერზე. ვიღაცა Ashley-ნი წერს, ნამდვილად ასეა, ნუ მისცემთ ამ ხალხს უფლებას ბულინგით ინტერნეტიდან გაგაძევონ. ვიცი რომ გამაღიზიანებელია, მაგრამ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა თქვენი მხარდამჭერების კეთილგანწყობა მოიპოვოთ. პარასოციალები რამდენიმე დღეში ყველაფერს დაივიწყებენ, როგორც კი ახალ თემაზე გადაერთვებიან. ფაქტობრივად ეს უფრო სარეკლამო შემოსავალია. სისიმ უპასუხა, ახლა ხან 12 რეკლამა ჩავსვი YouTube ვიდეოში. იმ ვიდეოზეა საუბარი 60,000 დისლაიკი და კომენტარი რომ მქონდა, რაც მგონი კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს სისის გულახდილობას. როდესაც დოკუმენტი გასაჯაროოდა, სისიმ მალევე უპასუხა მას Twitter-ზე. ციტირებული პოსტი გავაკეთე. ეს მიმოწერები აჩვენებს, რომ თითქოს დღევანდელია, მაგრამ სინამდვილეში ეს მოხდა მაშინვე, რაც ჩემი ვიდეო ავტვირთე და პირველად ვნახე სიძულვილის კომენტარები, სადაც მთავარ დამნაშავედ მსახავდნენ, ვინც შენ გაგაგდო გუნდიდან. რაც სიმართლე არ არის. შენს შეურაცხყოფაზე პასუხისგებლობას ვიღებ, მაგრამ ეს სკრინშოტები არ არის იმის მტკიცებულება, რომ კაპლანგთან მე ვსაუბრობდი. და მომენტალურად მიიღო community note. სისი გუნდის კაპიტანია. მას ჰქონდა უამრავი შესაძლებლობა, რომ შეეჩერებინა თანაგუნდელების და საკუთარი ბულინგი და ნეგატიური ქცევა Kingsman-ის მიმართ. მოკლედ, ხალხი არაპირებდა, რომ სისის ტყუილები გაეტარებინათ. ყოველი თვითის ქვეშ ასობით პასუხი იყო, რომელიც მის მხრივ აფერისტობას და ფაქტების ჩანაცვლების მცდელობას აშკარავებდა. მაგრამ არა, სისი არ იცის, როდის უნდა გაჩერდეს და გააგრძელა Twitter-ზე წერა. ემოციები პიკზეა და ვისწავლე, როდის უნდა გავეცალო სიტუაციას. თუ დამატებითი პასუხისგაცემა აუცილებელი გახდება, ამას გავაკეთებ. ისეთი რეაქცია გქონდეთ ჩემს აქციელზე, როგორცაც ვიმსახურებ.
ვიცი, რომ ვიმსახურებ იგივე მოპყრობას, რომელსაც ხვების მიმართ ვიჩენდი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კაპლანგთან ერთად სკრინშოტებში ჩანს. მე არ ვარ ის, ვინც Kingsman-ი დაარეპორტა. ჩემი გუშინდელი ბოდიში ჩემს მთლიან ქცევას მოიცავს. მას შემდეგ ონლაინ არ ყოფილ ვარ. პასუხისგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე და ასე გავაგრძელებ მომავალშიც. ლუსი გახსოვთ საერთოდ? ის მეგობარი წყალებში. ხო, ეგ ვაფშე თავის სამყაროში იყო, Kingsman-ს ისრაელს ადარებდა, მერე ბოდიშებს იხდიდა და მერე კიდევ ორგანიზატორს ეძახდა ლუზერს, რადგან ბოდიში მოიხადა. მას შემდეგ რაც სიტუაციაში გაერკვია, ცირკი. ასევე პარალელურად გასკდა, რომ სისი და ლუსი ადრე წაბულინგებდნენ პატარა კონტენტ კრიეიტორებს კრიტიკისთვის, მაგრამ მან გადახვევას უკვე აღარ ვაპირებ, რადგან ეს ვიდეო ისედაც საკმაოდ გრძელი გამოვიდა, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ყოველთვის ესეთი აუტანლები იყვნენ ექსადაქალო. კარგი გვეყოსნა გავშქექიალი, რადგან მან ეს თქვა, ამან ის თქვა, მეტნაწილად უკვე დამთავრდა, დროა შედეგებზე გადავიდეთ. შედეგად ამ ისტორიამ მიაღწია მეინსტრიმამდე, იმ დონის მეინსტრიმამდე, რომ Moist Critical-მა და Asmongold-მაც კი განიხილეს სიტუაცია და ამ დროს ამ სკანდალმა უკვე გააღწია Rivals-ის წრეებიდან და სადაც მეინსტრიმია, იქაც არიან სპონსორები. სისის სპონსორმა, ბრენდმა Infinite Mice-მა AES დაწერა Twitter-ზე. ჩვენთვის ცნობილი გახდა ბოლოდროინდელი კრიეიტორების ტურნირის დროს სისისთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში თანამშრომლობდით, ჩვენ არ უჭერთ მხარს ქცევას, რომელიც მიმართულია სხვა კრიეიტორების წინააღმდეგ ან მათ მიმართ უპატივისცემლობის გამოხატვას. ამის შედეგად ჩვენ აღარ გავაგრძელებთ არანაირ პარტნიორობას მომავალში. ჩვენ გვჯერა, რომ შეჯიბრი პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული და ყველას საუკეთესოს უსურვებთ. შემდეგ უკვე მეორე ბრენდმა, Solaris-მა გამოაპანღურა სისი თავისი პროგრამიდან, Solaris მიყვა Razer-ი და ნელ-ნელა სისის კარიერა თავზე ჩამოენგრა. დარჩა ყველანაირი სპონსორების გარეშე. მასშტაბებმა იმ დონეს მიაღწია, რომ NBA-ის გუნდმა Atlanta Hawks-მა AES პოსტი დადო. როგორ გრძნობდა თავს Kingsman-ი, როცა ნახა მისი ყოფილი გუნდი როგორ აგებს ტურნირზე. ხო, არ ვიცი თუ გახსოვთ, მაგრამ ეს ყველაფერი ტურნირის გამო დაიწყო და სისის გუნდმა Kingsman-ის გარეშე 8-დან 7 თამაში წააგო და ტურნირზე ბოლო ადგილი დაიკავა. ზაზასავით ქცევა Rivals-ის community-ში შეურაცხყოფად იქცა და ხალხი მას ჩატში იყენებს, როდესაც ვიღაც გუნდს უჯვავს საქმეში და უარს ამბობს თავისი სათამაშო სტილში ცვლილებების შეტანაზე. პარალელურად კი სანამ ტოქსიკური დაქალების ტრიო ფსკერისკენ მიექანებოდა, Kingsman-ის კარიერას ბუმი ჰქონდა. მისი სტრიმები 9000 მაყურებლამდე ახტა 130-დან, ერთ სტრიმზე კი საერთოდ 25000 კაცი ჰყავდა. იმდენი დონეიშენები შესდის სტრიმზე, რომ კოლეჯი უკვე 10 გადაქვს დაფარული და დაჟე Marvel Rivals-ის დეველოპერებმაც კი აჩუქეს in-game ვალუტა, რომ თავისი საყვარელი პერსონაჟისთვის უფასოდ დაეთრია სკინები. 10000 ფასიანი გამომწერი ყავს Twitch-ზე და 200000 გამომწერი YouTube არხზე და მისი კარიერა ზევით მიიწევს. დავიღალე ამ ვიდეოზე მუშაობით, მაგრამ ისეთი ხმაური გამოიწვია ამ ამბავმა, რომ არ შემეძლო მასზე ვიდეო არ გამეკეთებინა. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. პირადად მე მიხარია რომ სამართალმა იზეიმა ბოლოში და გოგოებმა ის მიიღეს, რასაც ეძებდნენ, ხოლო Marvel Rivals და Twitch-ს ახალი ვარსკვლავი შეემატა community-ში, რომელიც თავიდან ბოლომდე იმსახურებდა ამას. ძულს ვირთხულის აქციელები და როდესაც ვნახე რომ ბოლომდე მიიღეს მაბულინგებლებმა კარმა, ბედნიერების შეგრძნება გამიჩნდა. მოკლედ, გამოიწერეთ არხი თუ მოგიწევთ ეს ვიდეო, დალაიქეთ ის და დატოვეთ კომენტარი, რომელიც 5-ან მეტ სიტყვას შეიცავს. ეს კარგი არის YouTube-ის ალგორითმისთვის და ის მეტ მაყურებელს შესთავაზებს ამ ვიდეოს ყურებას. ასევე გამოიწერეთ სტრიმების არხი, თუ ეს ის კონტენტია, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. მე კი უკვე მომავალ ვიდეოში შეგხვდებით. ნახვამდის.